ირინა აქ არის უკვე ის ჩანთა მე არ მეჭირა რომ გადმოვედი ეხლა მე კარგად მახსოვს და იქ სადღაც ტაქსში არის ჩარჩენილი თუ გამოჩდება უეჭველი იმას ისევ ასევე გაიოზი შენ გიჭერდნენ ახლა და იყო შენზე ძალიან ცუდი ისინი შემოსული ინფორმაციები და განყოფილებიდან დამირეკეს და კიდე შეგიწყალებე და ბოდიში მოგიხადაო და ბოდიში მოიხადა მეთქი და განყოფილებაშიც უნდა მოგიხადე და შენ ეხლა ბოდიში ძალიან დიდი ამბებია შენზე და მადლობა მოიხადე მე არაფერი ყველაფერი შევწყვიტე რო იტყვიან შეგიწყალი იმიტომ მე მარხული გოგო ვარ რელიგიური ადამიანი ვარ და არავის არ გავიმეტებ საციხეთ მე სხვანაირი ადამიანი ვარ თუმცა მთელი განყოფილება ფეხზე დადგა მთელი კრიმინალი ფეხზე დადგა მინდა დიდი მადლობა გადაუხადო თბილისში ვაჟებშაველას პოლიციას ასევე სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს ამხელა მხარდაჭერისთვის და ამხელა სიყვარულისთვის და ყველა ჩართულია უკვე ქეთიაგი დუნაშვის ვინც კიდე ასეთ რამეში და შანტაჟებს თიმურის მხრივ ვიძახი თუ რა ბექახუციშვილი გამორიცხეთ თუ კი რამე კიდე მოხდება ესეთი რამე მე უკვე არავინ აღარ შეგიწყალებ და პირდაპირ ციხეზე ერთწლიან ციხეზე უშვებდნენ ეხა თემურის და მე შევიწყალი და უთხარი რომ არაფერი აღარ იქნება მსგავსი მე დაბლოკილი ვარ ამ ადამიანთან მეც დაბლოკე მეთქი და არანაირი შეხება აღარ მაქვს თემურ თეულორთან გაიოსთან და როგორც მან განაცხადა ბოდიშიც მოიხადა იმ ლაივში და უკვე აღარ არის საჭირო თუ კი განხორციელდება კიდე შესაბამისი რამე ქეთიაგი დუნაშვილის წინ შანტაჟი და ასეთი დაპირისპირებები მე უკვე კრიმინალური დაჯგუფება მზად არის რომ ქეთიაგი დუნაშვილის გამო წაიყვანო ციხეზე ადამიანები ვის ინფორმაციასაც მე მივაწვდი და ვისთანაც უკვე მე რეაგირებას მოვახდენ ამ ეტაპზე მე უკვე შევაჩერე ყველანაირი პასუხისგება კრიმინალურ სამმართველოებში და ციხეზე გადაგზავნაზე მე პირიქით უარ ვყავი ყველაფერი და შევიწყალე თემურ თიულური გაიოზი არაფერი საფრთხე აღარ გემუქრება იმედია მიხვდები და მოინანიებ მაგ შეცდომას რომ პიარის გამო ხლა ის არ უნდა გაგეკეთებინა და ლაივში რადგანაც დიდი გამხეთქილება გამოიწვია. ამიტომ ეხლა მადლობა უნდა მოუხადო ქეთიაგი დუნაშვილს რომ შენ შეგიწყალა და დაგიცვა კრიმინალური ძალებისგან თორე უკვე ციხეზე გაგიშვებდნენ და ეხ კიდევ გეკუთვნის თემური რომ მოიხადო მადლობა დიდი. და რაც ეხება ბექახუციშვილის ოჯახში მე ჩანთა არ დამჩენია მე არ მჭერია როცა მივედი ბექასთან ოჯახში. ეს გარეთ დამჩა ის ჩანთა და თუ გამოჩნდება კიდე იმას მიხედავენ. აი ეს იყო უკვე რაც მე ინფორმაციებს მაწვდიან და ზარები არ ჩერდება მთელი თბილისის კრიმინალური და ვაჟებშაველას პოლიცია ფეხზე დგას და მხარს მიჭერენ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს სამართალდამცველებს და ჩემს პოლიციის თანამშრომლებს. რაც შეეხება თელავის პოლიციას, ნურავის ნუღა უჯერებთ. ყველანი კარგად არიან, თუთიყუშებიც კარგად არიან, დედაჩემიც კარგად არის, ჩემი ძმაც თქვენ უფრო იმას უშვებით ეხლა, ვის უჯერებთ რა ანონიმურ ზარებზე იმას უშვებით ეხლა, ვით ვერ გაიგეთ რომ აქ პოლიცია თელავიდან აღარ უნდა მოვიდეს. ხარ შემოვალ და თქვენ გაგესაუბრებით კიდე მე მინდა რომ პირადად პატივსაცემ თელავის განყოფილების უფროს და მე გავესაუბრები ნორმალურად ლაივში რაღაცა გაჟღერდა და ის ინფორმაცია გადავიდა უკვე, გადაამოწვეს შეუჭამეს ამ ჩვენი თელავის პოლიციის თანამშრომლებს ჩადი ნახეთ თუთიყუშები პროსტა სასაცილო არ არის რა გინდათ ამ თუთიყუშებს ასკათა იგი არასაწუხებთ ამ სამმართველოს განყოფილებაში ხალხს ვერ გავიგე აი რატო აწუხებთ ამ პოლიციის თანამშრომლებს მე ვერ გამიგია ყველა მიცავს მე ყველა და მიხვდებით ბოლოს კიდე შეცდომას დაუშვებთ ციხე გინდათ გდანის ციხე გინდათ ლესოთ ვინმე გინდათ ლესოთ ვინმე უკვე აღარ დაგინდობთ მერე ეხლა მე უკვე შეწყალება როგორც მარხვაში მიტევება სინანული გავაკეთე და თემური იმედია თქვას ისწავლი და აღარ გაიმეორებ ამ შეცდომას არა გაქვთ უფლება რომ მე ასე მომექცეთ რომელი ქალისგანაც რეიტინგს იწევთ
პიარს იკეთებთ. დგეხართ და ქეთია გიდუნაშვილის თემას განიხილავთ 24 საათი, იმიტომ რომ ჩაერთოთ თამაშებში, რომ თქვენ პიარი გააკეთოთ და მერე კიდე ქალბატონი ქეთია გიდუნაშვილი მიწასთან გააწოლოთ. ამაზე უკვე დიდი მობილიზება მიდის უკვე სამმართველოებში და ძალოვან სტრუქტურებში. მე არ გატყუებთ. ყოველი წამი პოლიცია მირეკავს. ყოველი წამი ფეხს ედგა მთელი მერია კიდე. მე არაფერს არ გატყუებთ, გადაამოწმეთ და შეხედავთ ყველაფერს. ამიტომ ქეთია გიდუნაშვილს იცავენ ძალიან რა და ნუ შეეცდებით ვინმე რამე შანტაჟი გაუკეთოთ რა. აი ძალიან უმორჩილე სიტხოვნა მაქვს მე თქვენთან. უმორჩილე სიტხოვნა. ქეთია გიდუნაშვილს ვერავინ ვეღარ დააშანდა. იციან უკვე რომ ჩემითა პიარდება საზოგადოება, ჩემთან თამაშებში რომ ერთვებით რამხელა ის მოწინააღმდეგე მხარე რომ გირწყავენ ჰეითერები და გაგებინებენ, ყველაფერს ამოწმებს კრიმინალური პოლიცია, სამმართველო, პროკურატურა, მერია და ყველა იურიდიული პირი ამ საკითხში. ამიტომ ადამიანს ასე უმოწყალოდ რომ მოიქცევით, ღმერთი არ გაპატიებთ, მე რომც გაპატიოთ, უფალი არ გაპატიებთ. ქარს, რომელიც ელოდება რომ ყოველი დღე ის სიყვარულით რომ გამოვდივა და პოზიტივს აშვება და შეკვეთებზე მომდისო სიმღერებით გავახაროთ საქართველოს ბავშვები და ახალგაზრდები, თქვენ გეხართ, რაცლს აღარ ასწამებთ, რა შეურაცხყოფებს აღარ აყენებთ, რამდენაირ ინტრიგებს აღარ უწყობთ, იმის გამო რომ თქვენ პირველობა მოიპოვოთ TikTok-ში და ქეთია გიდუნაშვილი გააშაოთ, მაგრამ ხო ხედავ რომ ყველა ფეხზე დამიდგა. აი ხო ხედავთ რომ დღეს მე ყველა ფეხზე დამიდგა, დარწმუნდი თამაში და კიდე მე შეგიწყალით, თემურია, იმიტომ გითხარი, მეგობრობა არის. მაშინვე უნდა გაგეთიშნა ლაივი, უნდა მოსულიყავი ბოდიშები რომ მოიხადე, იქვე უნდა გეთქვა, ჩვენ ვართ მეგობრები და ეს იყო უბრალოდ პატარა პიარი. ეხლა მადლობა გადაუხადე ქალბატონ ქეთია გიდუნაშვილს, რომ შენგან ყველაფერი გავაუქმე და პოლიციაში შენი საქმე აღარ აღიძვრება და აღარ იქნება გასაჩივრება.